ესე იგი, ის ჯერ არის ზიგოტა. აი, ზიგოტა. შემდეგ მომდევნო ეტაპზე ის ხდება უკვე ბლასტოცისტა. ამის შემდეგ უკვე მოდის ემბრიონი, რომელიც უკვე ძალიან კარგად ვიცით და შემდეგ უკვე არის ნაყოფად წოდებული, რომელიც იზრდება და ვითარდება დედის მუცელში. ეს ექვია სამედიცინო ენაზე ბავშვის განვითარების ეტაპებს მუცლად ყოფნის დროს. თიკა, მართალი ხარ, ბავშვი ყველა ეტაპზე განვითარების შესაბამის ეტაპს გადის და ფაზებს. მოდი ახლა ვიდეოგრაფიკას შევხედოთ ჩვენს მაყურებლებთან ერთად. აჰა, წავიდა ჯერ განაყოფიერება, გაიქცა, ჩასკუპდა. ჩასკუპდა კი. წავედით, მიემაგრა და დაიწყო. უბრალოდ საყვარლობა. და შემდეგ უკვე ხდება ემბრიონის ეტაპზე ვითარდება თავი, თვალები, პირი, კიდურები, გული იწყებს დგერას. 9 კვირის თავზე ემბრიონი უკვე ოფიციალურად ხდება ნაყოფი, მას უყალიბდება უკვე შინაგანი ორგანოები, წარმოიქმნება ფრჩხილები, თმა, იზრდება ზომაში და მატულობს წონაში. წარმოიდგინე, რომ ეს ჩამოყალიბებული ორგანოები უკვე იზრდება და იღებენ სრულყოფილ ფორმას. 9 თვის თავზე შესაბამისად ყველა ვიცით, რომ პატარა უკვე მზად არის, რომ მოევლინოს სამყაროს. ნამდვილად არის ეს ძალიან კარგი, თუმცა ყოველთვის ერთნაირად არ ხდება ხოლმე ეს განვითარების ეტაპები, მიუხედავად იმისა, რომ დედა აბსოლუტურად თანაბრად, ყველა დედა თანაბრად ზრუნავს თავისი ნაყოფის სრულფასოვან განვითარებაზე. სამწუხაროდ ხდება ხოლმე ისე, რომ რაღაც თანდაყოლილი დაავადებები იჩენს ხოლმე თავს. და ამ თანდაყოლილ დაავადებებს ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ერთი, რა თქმა უნდა, გენეტიკური ფაქტორი და მეორე კიდევ შეიძლება იყოს გარემო ფაქტორი, მაგალითად, რაიმე ვირუსი ან ინფექცია ორსულობის პერიოდში, რომელიც შეიძლება დედას შეხვდეს. თუმცა თანდაყოლილი დაავადებების მიზეზი ძირითადად უცნობია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით თანდაყოლილი დეფექტები ახლად დაბადებულ ბავშვებში დაახლოებით არის 6%. მოდი, ყველაზე გავრცელებული თანდაყოლილი დაავადებები ჩამოვთვალოთ ბავშვებში. ეს გახლავთ გულის დაავადებები, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი. ასევე შეიძლება იყოს ნერვული ღეროს განვითარების დეფექტი, მეტაბოლური დარღვევები და საჭმლის მომნელებელი სისტემის ანომალიები. მაგალითისთვის საჭმლის მომნელებელი სისტემის დეფექტი შესაძლოა იყოს საჭმლის მომნელებელი სისტემის მთელ სიგრძეზე. ნებისმიერ მონაკვეთში, საყლაპავში, კუჭში, წვრილ ნაწლავში, მსხვილ ნაწლავში, სწორ ნაწლავში და შეიძლება ანუსზე. უმეტეს შემთხვევაში ორგანო არ ვითარდება სრულად, ან აქვს პათოლოგიური მდებარეობა, რაც ხშირად იწვევს შევიწროებას ან ბლოკადას და შესაბამისად ძალიან სერიოზული განვითარების გართულების მიზეზი ხდება. და შეიძლება ზოგჯერ გადაუდებელი ჩარევაც იყოს საჭირო და მოდით ასეთ შემთხვევებზე ვისაუბროთ. სწორედ, როდესაც გადაუდებელი ჩარევა არის აუცილებელი, იმისათვის, რომ ბავშვი შემდეგ სრულფასოვნად განვითარდეს და დავპატიჟოთ სტუმრები ჩვენ სტუდიაში Medical Park-ის ბიზნესის განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი ზეინებ გულუმ იპეკი და ბავშვთა ქირურგი ესმა სეჰოვიჩ-ქეჩიკი. Nice to have you here. Nice to be here. Thank you for your hospitality. მიირთვით წყალმთის 0% ბრომატით, წყალმთის სიცხოვრე სრულყოფილად. მოდით დავიწყოთ შეკითხვით, რამდენად ხშირად ხვდებით ნაწლავების თანდაყოლილ ანომალიებს და რომელს გამოხდით? ანორექტალური ანომალიები იგივე ანალური ატრეზია თანდაყოლილი დაავადება. ბავშვები ამ ანომალიით იბადებიან. ასეთი დარღვევის დროს ნაწლავის დაბოლოება არ არსებობს. ფაქტობრივად ანუსის გარეშე იბადებიან. ხვრელი არ არის. ასეთი ანომალიის სხვადასხვა ფორმა არსებობს, თუმცა ანორექტალური ანომალიების ძირითადი და მოკლე განმარტება ესაა. მშობელმა ბავშვის დაბადებამდე იცის ამის შესახებ, თუ ბავშვის დაბადების მერე იგებს?
ძირითადად დაბადების მერე უსვამენ პაციენტს დიაგნოზს, როდესაც ახალშობილს ვსინჯავთ, ვხედავთ, რომ მას არ აქვს სწორი ნაწლავის დაბოლოება. ასე იწყება ჩვენი გზა. რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები? მსგავსი ტიპის ანომალია მსოფლიო მასშტაბით გვხვდება. საშუალოდ 4-5 დაბადებული ბავშვიდან ერთში. შეიძლება ითქვას, არც ისე იშვიათია. რამდენად სასწრაფოა ქირურგიული ჩარევა ასეთ შემთხვევებში? ეს დამოკიდებულია დარღვევის ფორმაზე. თუ გასასვლელი საერთოდ არ არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალშობილის ორგანიზმი ვერ მოახერხებს მონელებული საკვების ნარჩენებისგან და აირებისგან გათავისუფლებას. შემოიბერება. ქირურგიული ოპერაცია საჭიროა 24 საათის მერე. დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში უტარდება გამოკვლევები და ამის მერე ტარდება ოპერაცია. ზოგადად ყოველთვის ვაკეთებთ კოლოსტომიას. ეს არის ხელოვნური ხვრელი, რადგან გვჭირდება გამოსასვლელი, რათა ბავშვმა მოახერხოს გადამუშავებული საკვების გამოდევნა, მაგრამ ეს დროებითი გამოსავალია. პირველად ვაკეთებთ კოლოსტომიას და შემდეგ ვაკეთებთ ოპერაციას, როდესაც ვქმნით ახალ გამოსასვლელს. ამ პროცედურას ანორექტოპლასტიკას ვუწოდებთ და მას მერე რაც დავრწმუნდებით, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ვხურავთ კოლოსტომიას. მკურნალობის ერთადერთი გზა ქირურგიული ჩარევაა. ამ ბავშვებს ოპერაციის გარეშე ცხოვრების გაგრძელება არ შეუძლიათ. მიზეზი თუ არის ცნობილი, რა იწვევს ანორექტალურ ანომალიებს? გვინდა ვიცოდეთ, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ის ვიცით, რომ ემბრიონის განვითარებისას ნაწლავის ეს ნაწილი ვერ ყალიბდება. შესაბამისად, არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია იმისთვის, რომ ანომალია თავიდან ავიცილოთ. მინდა ერთ საკითხს გავუსვა ხაზი. მშობელს არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ამაში მშობლის დანაშაული არ არის, არც დედის, არც მამის. როდესაც ბავშვი ამ დარღვევით იბადება, დედები და ოჯახის წევრები ძალიან წუხან. ფიქრობენ, იქნებ ეს ჩემი ბრალია, იქნებ რამე ისე ვერ გავაკეთე. თქვენ ბრალი ამაში არ მიგიწყვით. ეს ასე მოხდა და როდესაც ბავშვი ქვეყანას მოევლინება, ჩვენ შეგვიძლია წინ გავიხედოთ და ვიმოქმედოთ. დარღვევა გამოვასწოროთ და ბავშვს კარგად მოუვაროთ. ბავშვები, როდესაც იზრდებიან, რა ხდება მათ ცხოვრებაში მერე? გრძელვადიანი შედეგი დამოკიდებულია იმაზე, როდის ჩატარდა ოპერაცია და როგორ. ეს ძალიან დელიკატური ოპერაციაა. როდესაც ნაწლავის დაბოლოებას აკეთებ, იქ არსებობს კუნთები და ოპერაცია ისე უნდა გაკეთდეს, რომ ბავშვს ადამიანს ამ კუნთებში მგრძნობელობა ჰქონდეს. თუ ოპერაცია სწორად ჩატარდა და შემდეგ სწორად მიხვდნენ აღდგენის პროცესს, შედეგი ძალიან კარგია. ეს ბავშვები არ არიან ის ბავშვები, რომელთაც მხოლოდ ერთი ოპერაციით დაემშვიდობები. მათ სჭირდებათ რეგულარული მეთვალყურეობა ოპერაციიდან რამდენიმე თვე. შემდეგ მშობლებთან მუდმივად გვაქვს კონტაქტი, ვარკვევთ როგორი მდგომარეობა აქვთ, როგორ ჭამენ, როგორია საჭმლის მონელების პროცესი. თუ მშობელთან ექიმს მჭიდრო კავშირი აქვს, გრძელვადიანი შედეგიც კარგია. როგორც თქვენ ამბობთ, ამ შემთხვევების თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ დაავადების წარმომავლობის შესახებ რამე ვიცით? ამგვარი ანომალიები ხშირად ასოცირდება ხერხემლის ანომალიებთან, ასევე ფოლიუმის მჟავის დეფიციტთან, მაგრამ მხოლოდ ერთი ფაქტორი არ არის განმსაზღვრელი. ძალიან კომპლექსური საკითხია და მისი თავიდან აცილების არანაირი საშუალება არ არსებობს. საუკეთესო მიდგომა ისაა, რომ ბავშვს დაბადების მერე მიექცეს სათანადო ყურადღება. ექიმებმა, ექთნებმა, ვის ხელშიც ხვდება პატარა, დაბადებისთანავე უნდა შეამოწმონ ბავშვი გულდასმით, ცხვირიც, პირიც, უკანატანიც. თუ დიაგნოზი დროულად დაისვა, შემდეგი ნაბიჯების დაგეგმვა რთული აღარ არის. სიმართლე გითხრათ, პირველად ვსაუბრობ ჯანმრთელობის ამ საკითხზე, განსაკუთრებით ბავშვებში, რადგან ეს არ არის ძალიან გავრცელებული მოვლენა და შეიძლება ბევრისთვის ეს საკითხი არ იყოს საინტერესო, თუმცა ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, მათ ალბათ უნდათ მაქსიმუმი გაიგონ ამაზე, მინდა ვკითხოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ექიმის ჩარევა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. როგორ ხდება ეს ბავშვი ექიმთან? ნებისმიერ პაციენტს შეუძლია დაგვიკავშირდეს Facebook გვერდზე, ელექტრონულ მისამართზე ან ტელეფონით. როგორც კი დაგვიკავშირდებიან, ამის მერე ინფორმაციას შევკრებთ უმოკლეს დროში და შემდეგ გავდივართ კონსულტაციას ექიმთან. ერთ-ერთი ჩვენი ექიმია ესმა. შემდეგ ვგეგმავთ მკურნალობის კურსს უფასოდ და გადავცემთ საჭირო ინფორმაციას პაციენტის ოჯახს. შემდეგ თუ მათ ამით სურვილი ექნებათ, ვატარებთ ონლაინ კონსულტაციას ექიმთან იქამდე, სანამ თურქეთში ჩამოვლენ, იმისთვის, რომ მათ ყველა დეტალი ექიმთან განიხილონ. შემდეგ ვაგვარებთ ბილეთების სასტუმროს საკითხებს. პაციენტი და მისი ოჯახი ჩამოდიან თურქეთში. ჩვენ ხვდებით აეროპორტში და მიყვავს ექიმთან უმოკლეს დროში. როგორც თქვენ აღნიშნეთ, დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როგორ ახერხებთ 24 საათში ჩადებას? შეიძლება მეც ჩავერიო. ძირითადად ის პაციენტები, ვისაც ანორექტალური ანომალიები აქვთ და სხვა
ქვეყნებიდან ჩამოდიან ჩვენს კლინიკაში, ჩამოდიან პირველი ეტაპის გავლის მერე. პირველი ეტაპის პროცედურები იმ საავადმყოფოში ტარდება, სადაც ახალშობილი იბადება. პირველი 24 საათი ჩვენ ვიცდით. ეს მოლოდინის დროა. 24 საათის მერე ვაკეთებთ რენტგენულ კვლევას და ვნახულობთ ატრეზიის დონეს. თუ რომელი ნაწლავი არ არის განვითარებული. როდესაც ბავშვი დაიბადება და სხვა მხრივ ჯანმრთელია, არ აქვს გულთან დაკავშირებული გართულებები, ვთქვათ, ოჯახი დაგვიკავშირდა. ჩვენ ძალიან მალე ვპასუხობთ. თუ ოჯახი თანახმა, ისინი მაშინვე სხდებიან თვითმფრინავში. მოფრინავენ ჩვენთან და პირველი ეტაპის გავლა ჩვენთანაც შეიძლება. თუმცა ზოგადად ჩვილები, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან, 95% მომდევნო ეტაპისთვის ჩამოდის. ჩვენ ბევრ პაციენტს ვიღებთ და მათი უმრავლესობა ჩვენთან უკვე ჩამოდის კოლოსტომიის ოპერაციის შემდეგ. So now let's change the topic and let's talk about მოდით ახლა თემა შევცვალოთ და ვისაუბროთ სხვა საკითხებზე, რაც შეიძლება დაავადების მერე აღმოაჩნდეს ახალშობილს. აგვიხსენით, რა არის თორაკოსკოპია. პედიატრიული ქირურგია ბევრ თანდაყოლილ დაავადებას ეჭიდება. დღეს ქირურგიაში არის ახალი დამოკიდებულება, რომ ოპერაცია მინიმალურად ინვაზიური იყოს. ამგვარი ოპერაციები დღეს ჩვენი მთავარი იარაღია, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან პატარა პაციენტებთან. რაც უფრო მცირე ზომისაა განაკვეთი, უკეთესია პაციენტისთვის. ადრე დიდ განაკვეთს ვაკეთებდით. ამგვარად ვმკურნალობდით ფილტვებს, სიმსივნეებს, თანდაყოლილ ანომალიებს, საყლაპავი მილის ატრეზიას. ახლა ასეთი ოპერაციები ტარდება ძალიან მცირე ზომის განაკვეთიდან. მაქსიმუმ 5 მმ-ის განაკვეთია. ამგვარად გვაქვს 360 გრადუსიანი სურათი გულმკერდის ღრუში. ლაპარასკოპიასავითაა. დიახ, მხოლოდ გულმკერდის ღრუში. თორაკოსკოპიას მეც ვიყენებ, რადგანაც კარდიოქირურგი ვარ. ჩემთვის ეს უცხო არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ შეგვიძლია ჩვენს მაყურებელს აუხსნათ, რა უპირატესობები გააჩნია ამ მეთოდს თქვენს შემთხვევაში. მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ექიმი კარგად ხედავს საოპერაციო უბანს. ჩვენ ხომ საქმე ძალიან პატარა პაციენტებთან გვაქვს. დიდი განაკვეთი არ ნიშნავს, რომ ყველაფერს დაინახავ. ახალშობილი 3-4 კილოგრამს იწონის. ამიტომ ყველაზე დიდი უპირატესობა, რაც ამ მეთოდს აქვს, პაციენტისთვის და ჩვენთვისაც არის კარგი აღქმა და გარჩევადობა. მეორე უპირატესობა ისაა, რომ რაც უფრო მცირე ზომისაა განაკვეთი, მით უფრო ნაკლებია ტკივილი პაციენტისთვის. როდესაც პატარები იზრდებიან, გულმკერდიც იზრდება და მცირე განაკვეთმაც, რომელიც იზრდება, შეიძლება გამოიწვიოს გულმკერდის კედლის დეფორმაციები, სკოლიოზი, გულმკერდის კედლის ასიმეტრიული განვითარება. ამგვარად მინიმალური ინვაზიური მეთოდის უპირატესობა კიდევ ისაა, რომ თავიდან ავიცილოთ გულმკერდის დეფორმაციები, ვიზუალური დეფექტები და ტკივილი ოპერაციის შემდეგ. ეს უფრო კომფორტული პროცედურაა, ვიდრე ტრადიციული და ღია წესით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება. So what are the რა შემთხვევაში იყენებ თორაკოსკოპიას? ფილტვების დაავადებების შემთხვევაში ვიყენებთ, რადგან ხშირად გვაქვს თანდაყოლილი დეფექტები. მათი დიაგნოსტირება ორსულობის ეტაპზე შესაძლებელია. შეგვიძლია საყლაპავი მილის ატრეზიის გამოსწორება. ესეც თანდაყოლილი დაავადებაა, როდესაც ახალშობილს არ აქვს განვითარებული საყლაპავი მილის ნაწილი. კლაპვა არ შეუძლია. შეგვიძლია სიმსივნეების მკურნალობა. თუ სიმსივნური წარმონაქმნი არ არის დიდი ზომის და არ აზიანებს სისხლძარღვებს, ჩემი აზრით, ასეთ დროს თირაკოსკოპია საუკეთესო გამოსავალია, რადგან გულმკერდის ღრუში შედიხარ და ყველაფერს კარგად ხედავ. დღეს ამ მეთოდით ბევრი დაავადების მკურნალობაა შესაძლებელი. დამეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანია ქირურგის გამოცდილებაც. ბევრი საავადმყოფო ტრადიციულ მეთოდს იყენებს, რადგან მათ არ აქვთ გამოცდილება მინიმალური ინვაზიური ქირურგიის სფეროში. დიახ, მართალი ხართ. ჩვენ საუნივერსიტეტო საავადმყოფო ვართ. ჩვენს ქსელში 28 საავადმყოფოა და ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან. თურქეთში გვაქვს ისეთი სამედიცინო დაწესებულებებიც, რომლებიც მხოლოდ თირაკოსკოპიას და რობოტულ ქირურგიას იყენებენ. ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ. ამგვარად ვაგრძელებთ სწავლის პროცესს. მე ვამაყობ, რომ ჩვენ ასეთი კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი გვყავს და ამიტომაც თამამად ვსაუბრობ ამაზე. თქვენ ყველაზე ძვირფას ადამიანებს კურნავთ, სულ პატარებს. კარგია, რომ კარგი შედეგები გაქვთ. ზეინაბ, შეგიძლიათ დეტალურად მოგვიყვათ, რა ეტაპები უნდა გაიაროს პაციენტმა ექიმამდე მისასვლელად. როგორც კი დაგვიკავშირდებიან, მათზე ინფორმაციის შეგროვებას ვიწყებთ. Facebook-ზე, ელექტრონულ პოსტაზე, WhatsApp-ის აპლიკაციით შეუძლიათ დაგვირეკონ მოგწერონ. ჩვენ გვაქვს Facebook გვერდი. Medical Park Georgia.
შეუძლიათ აქ მოგწერონ. ჩვენ დაუყოვნებლივ ვპასუხობთ ნებისმიერ დღეს ონლაინ ვართ. როგორც კი დაგვეკავშირდებიან, ვკრებთ მონაცემებს, კონსულტაციას გავდივართ ექიმებთან. მკურნალობის გეგმას ვადგენთ. პაციენტის ოჯახს ვუგზავნით გეგმას, რომ დავწმუნდეთ, რომ ყველაფერი აწყობთ. როდესაც ამ გეგმას მიიღებენ, თურქეთში ჩამოსვლამდე მათი სურვილით ვმართავთ უფასო ონლაინ კონსულტაციას ექიმთან. ეს ხდება თურქეთში ჩამოსვლამდე. შეიძლება არ უნდოდეთ ჩამოსვლა. შეიძლება დამატებითი გამოკვლევებია საჭირო ჩამოსვლამდე. ისინი ხვდებიან ექიმს ონლაინ. გაესაუბრებიან, უსვამენ კითხვებს. როგორც კი გადაწყვეტენ ჩამოსვლას, ჩავნიშნავთ ვიზიტს ექიმთან. შემდეგ ვჯავშნით ბილეთებს, სასტუმროს. თურქეთში ხვდებით აეროპორტში და უზრუნველყოფთ სასტუმრომდე ან საავადმყოფომდე ტრანსპორტირებას. მივამაგრებთ თარჯიმანს, რომელიც ყველა შეხვედრაზე მიჰყვება ოჯახს. როდესაც მთელი პროცესი დასრულდება, პაციენტი და მისი ოჯახი მიჰყვავს აეროპორტში და აქვე მშვიდობებით. მადლობა, რომ გვესტუმრეთ. ძალიან განსაკუთრებულ შემთხვევებზე ვისაუბრეთ, ეს ეხება ძალიან ძვირფას და მნიშვნელოვან ადამიანებს, მათი ცხოვრების პირველ დღეებს. მადლობა, რომ ამ ბავშვებს ვკურნალობთ. Thank you for treating these kind of kids. პრინციპში ძალიან სასიამოვნო იყო ამის მოსმენა, იმიტომ რომ პირველად მოვისმინე ლევან ესეთი სამედიცინო მდგომარეობა და ვთქვი კიდევაც, რომ როდესაც ესეთი იშვიათია დაავადება, რაღაც თითქოს შორს არის ხო შენგან, მაგრამ ვისაც ეს შეეხება მისთვის 100%-ით მნიშვნელოვანი თემა, ამიტომ სწორედ იმ მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ადამიანთა ჯგუფზე ვისაუბრებთ, ვისაც შეიძლება დაჭირდეს მსგავსი ტიპის ჩარევა და არსებობს გამოსავალი, სანერვიულოც არაფერი ყოფილა. მთავარია, რომ დღეს მოვისმენთ ის ამბავი, რომელიც შეიძლება ვინმეს თქვენს გარშემო დაინტერესებს. მადლობა.